მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში რა ენერგიებში იქნებით, რა გელოდებათ პირადში, ფინანსებში და რჩევა თქვენთვის. მოკლედ იფიქრეთ მხოლოდ საკუთარ თავზე, ვნახოთ ზოგადად ერთი კვირის განმავლობაში რა ენერგიებში იქნებით თქვენ, პირად სასიყვარულო ურთიერთობაში რა გელოდებათ, მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში, ფინანსებში რა გელოდებათ უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში. კარიერული კუთხით, მომდევნო ერთ კვირაში და რჩევა თქვენთვის მომდევნო ერთი კვირის ვადაზე, როგორ გაიხალისოთ და გაიგობესოთ ცხოვრება. მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ზოგად ენერგიებში გეტყოდით, რომ აქ შესაძლებელია ვიღაცა ახლობლისგან, მეგობრისგან, უახლოესი ოჯახის წევრისგან, თუნდაც სასიყვარულო პარტნიორისგან გარკვეული სახის მხარდაჭერა მიიღოთ. რაღაც მომენტში შეიძლება კრიზისში ხართ, ან იყავით წინა კვირაში და ეხლა რაღაც უფრო შედარებით ჰარმონიულ, დაბალანსებულ, მშვიდ მდგომარეობაში უნდა იყოთ. მომდევნო კვირა თავისი არსით შედარებით მშვიდია, შედარებით წყნარი, შედარებით სტაბილური. არის ერთი მაგრამ, რომ აქ ცოტა საკუთარ თავში ხართ ჩაკეტილები, ბევრი ფიქრი გიჩანთ აქ საკუთარ თავთან, წარსულთან დაკავშირებით, რაღაცა თვითანალიზით ხართ დაკავებული, ცოტა ჩაკეტილებით შეიძლება იყოთ გარე სამყაროსგან, არ იყოთ სოციალურად აქტიურები, ინიციატივები, რაღაცა გამოსავლის ძიებაში შეიძლება იყოთ ბევრი თქვენთაგანი მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში და აი სულიერი თვითჩაღრმავება, სულიერი გამორკვევა შეიძლება ხართ ისეთი ადამიანები, ვინც სულიერი საკითხები ძალიან აქტიურად ხართ დაინტერესებული და ამ კუთხითაც აი რაღაცა ისეთი მედიტაციები შეიძლება, მეტი შეცნობა, ოღონდ ეს შეცნობა უფრო საკუთარ თავზეა, თავთან არის დაკავშირებული, ვიდრე გარე სამყაროსთან. რაც შეეხება პირად ურთიერთობებს, პირად ურთიერთობებში ცოტა სიმძიმეებს ხედავ, აქ შეიძლება მოლოდინები გაქვთ ძალიან ბევრი, ცოტა იმედი გაქვთ გაცრუებული, რაღაცები ისე არ წავიდა, თქვენ როგორც გეგმავდით, თქვენ როგორც ფიქრობდით, გულის წყვეტებია, პასიურად ხართ, არ ცვლით საერთო სურათს თქვენ პირადში, არ ცვლით, მიყვებით დინებას, რაღაცა პროცესებს ელოდებით, როგორ განვითარდება მომდევნო ერთ კვირაში. დაღლილები ხართ თითქოს და რაღაცა ტვირთივით გაწევთ აქ მხრებზე და მიათრევთ და ვერ თავისუფლდებით რაღაცა სიტუაციისგან, არ შეგიძლიათ ბოლომდე გარკვეული მდგომარეობის გაშვება, შეიძლება არაფერს არ აკეთებთ კონკრეტულს არჩენარჩუნებისთვის პირადში, არც იმისთვის, რომ რაღაცა წინ წავიდეს, მაგრამ ვერ ახერხებთ, იმდენად დაღლილები ხართ, იმდენად რაღაცა თითქოს მთელი ურთიერთობის ტვირთი თქვენს მხრებზეა, რომ ძლივს მიდიხართ, ცოტა პერსპექტივების კუთხით ფიქრობთ, რა იქნება საერთოდ ღირს, არა ღირს ეს ურთიერთობა, გადაფასების მომენტებით შემოგდით პირად ურთიერთობაში. ეხლა ვნახოთ კარიერაში რა გიჩვენთ. კარიერაში საკმაოდ საინტერესოა, თუ აქამდე არეული გქონდათ საერთოდ ფინანსური და კარიერა დაგილაგდებათ, გარკვეულ ბალანსს, სტაბილურობას მიაღწევთ კიდეც ამ კუთხით. ერთის მხრივ კარგია თუ არეული პერიოდი გქონდათ ფინანსებში, თუ არეულობა არ გქონდათ, რაიმე განსაკუთრებული ცვლილება აქ არ მოხდება, ბევრი ფიქრი ჩანს აქ ფინანსებთან, რაღაცა სტრატეგიების დაგეგმვა, შეიძლება საერთოდ კარიერული თვალსაზრისით რაღაცების გადახედვა, გადახალისება, როგორ ჯობია, რა ჯობია, ესეთი ბევრი ფიქრი ამოგდით კარიერული თვალსაზრისითაც. იდეაში ცუდი პერიოდი ზოგადად რო ვთქვათ არ გაქვთ, უბრალოდ რაღაცებია ჩამოსაყალბებელი, რაღაცებია დასალაგებელი თქვენ თავში, თქვენს ენერგიებში, თქვენს ემოციებში. თუ კარგად და სწორად განსაზღვროთ, ძალიან კაი პოტენციალი გაქვთ ფინანსებში და კარიერაში, განსაკუთრებით მომდევნო კვირეებში. ეხლა რჩევას რაც შეეხება თქვენთვის. რჩევა ესეთია, იყავით პრაქტიკულები, რაციონალურები, თავდაჯერებულები, საკუთარ თავზე ორიენტირებულები, არანაირი აქ სხვა პირებზე ფიქრი, ვიღაცა პარტნიორზე ზედმეტი ფიქრი არ აღირს, დამიჯერეთ ხალხო, არ ღირს, პირიქით მეტი სიმშვიდე და მეტი ზრუნვა საკუთარ თავს მიეცით მომდევნო ერთ კვირაში. ერთი რასაც გირჩევთ კიდე, რომ ცოტა დაიჭირეთ დისტანცია და რაღაცა საკითხები, სადაც რაღაცები გადასაწყვეტია აქ, შეიძლება პირადში, შეიძლება ფინანსებში, კარიერაში, არ აქვს მნიშვნელობა, სიმტკიცე გამოავლინეთ და გადაწყვიტეთ ის საკითხი, რაც ფიქრობთ, რომ თქვენ უნდა გააკეთოთ და უნდა შექმნათ. ესე ვიტყოდი.
გაუფრთხილდით რესურსებს, ზედმეტი არ გასცეთ, იყავით მაქსიმალურად საღი, ცივი აზრით, ლოგიკით შეხედეთ სიტუაციას. ევხეშად გიტყვით, მოსათხოვი მოითხოვეთ, მაგრამ ზედმეტი არა. სამართლიანობის ფარგლებში, სამართლიანობის დაცვით ის არ იმოქმედეთ. ბუნებაში თუ გაისეირნეთ, ძალიან კარგს იზავთ და რჩევას მოგცემთ ესეც, ვის ცოტა სულიერ დაკვირვებები გიყვართ თქვენს თავზე, კარგის იზავთ თუ დააკვირდებით მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში თქვენს ფიქრებს, აი რაღაცა რეაქციებს, აი რაღაცა რომ ბრაზდებით, მაგალითად ან გაღიზიანებთ, აი საიდან მოდის, აი ფსიქოანალიზის ძაღლიან ხოლმე შეგიძლიათ ფსიქოანალიზით დაკავდეთ. თუ გაქვთ ამის უნარი და შესაძლებლობა ძალიან კარგს იზავთ, ან თვით რეფლექსიებს უნდა დააკვირდეთ, საიდან რა მოდის და რატო მოდის, რა არის ამის მიზეზი, ქვეცნობიერი და მშვენიერი იქნება. მოკლედ, თუ მოგეწონათ ჩემი გაშლა, შეგიძლიათ დაალაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ ჩემი გვერდი, მადლობელი დაგრჩებით, ვისაც გამოწერილი არ გაქვთ, პირად კონსულტაციაზე ჩასუწერათ, მომწერეთ პირად შეტყობინებაში, Facebook მაყურებლებმა და Instagram მაყურებლებმა, TikTok მაყურებლებმა შეგიძლიათ WhatsApp-ზე ან Viber-ზე შემეხმიანოთ.